რამდენად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვცხოვრობთ, გარემოს დაცვის პრობლემებზე მოამბე ერთკვირიან ციკლს იწყებს. სახელდახელოდ მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელები და სამომხმარებლო ნარჩენები დაფარული მტკვრის სანაპირო. რა წესებს ვარღვევთ ყოველდღიურად ქუჩაში ნაგვის გადაგდები და რატომ არ კონტროლდება მშენებლობები გარემოს დაბინძურებისთვის მოქმედებს თუ არა სისხლის სამართლის სასჯელი და ადმინისტრაციული ჯარიმები. გარემოს დაბინძურებაზე და რატომ არ არის უფრო აქტიური გარემოს დაცვის სამინისტრო მოამბის ციკლის პირველი სპეცრეპორტაჟი. ზაფხულში არის საშინელი მდგომარეობა. ეხლა კიდევ ზამთარია და ვერ გებულობთ იმის, ხო სულ ეხლა იმდენ თოვლი როა ეთყობა არ არის იმდენად, მაგრამ ზაფხულში არის საშინელი მდგომარეობა. ნაგავი აქ პირდაპირ ხევში პარკებით იღრება. ცარიელი ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სამომხმარებლო ნარჩენები 10 მეტრზე არის გაშლილი და ტერიტორია სახელდახელო ნაგავსაყრელად არის ქცეული. ეს მდგომარეობა აქ იმდენად ჩვეულია, რომ ადგილს აღარავინ ასუფთავებს. არის გადმოსულია ნაგავი, აღარ ეტევა, ზოგი დაბლაყრია და იქ ბაზრის ჩასასვლელთან კიდე ძალიან ცუდი მდგომარეობაა ხო. აქ იცლება სამშენებლო ნარჩენებით, რაც კანონით სასტიკად იგრძელება, თუმცა დედაქალაქში არა მარტო მიწის ნაკვეთების, არამედ მდინარის კალაპოტის დანაგვიანებაც სისტემატიურად ხდება. ეს სურათი დიდუბის რაიონში მშენებლობის დროს ჩვენმა განამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. კატანის ნაცვლად ნარჩენები აქ რამდენიმე კვირის განმავლობაში პირდაპირ მდინარეში იყრება. დანაშაული ითვალისწინებს საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას, როგორც ადმინისტრაციულ სამართალთა კუთხით, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის კუთხით. ასეთ დარღვევებზე მწვანეები ოფიციალური საპროტესტო ნოტის ნაცვლად განაცხადის შეტანას უკვე სასამართლოში გეგმავენ. ისინი თვლიან, რომ გახშირებული შემთხვევები ადმინისტრაციული ჯარიმების არაეფექტურ სისტემაზე მიუთითებს. გარემოს დამცველები კი განმარტავენ, რომ კანონი დამრღვევს მხოლოდ ჯარიმის გადახდას ავალდებულებს და არა ზიანის გამოსწორებას. შემთხვევაში თუ არ ხდება ამ დადგენილების აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შემდეგ იძულებითი აღსრულების მიზნით იგზავნება საახსრულებო ბიუროში. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ არის დარეგულირებული კანონმდებლობით იგივე ის ნარჩენის გატანის ვალდებულება. გარემოს დამცველების მტკიცებით დაბინძურების აღმოსაფხვრად მუშაობა სისტემატიურად მიმდინარეობს სხვა უწყებებთან ერთად. მარტო შარშან გენერალურმა ინსპექციამ დარღვევის 133 ფაქტი გამოავლინა, მაგრამ მოსახლეობა წლებით მოუგვარებელ პრობლემებზე ისევ საუბრობს. კვირა არ გავა, ისე რომ რაიმე კონკრეტული დაბინძურებული ადგილი არ გავიდეთ და არ დავასუფთავოთ. ჩვენი ხელით გავდივართ 1-2 საათი მუშაობთ და ვასუფთავებთ. იყვნენ მოსულები, სხვათა შორის იყვნენ მოსულები, მაგრამ ყურადღება იმის შემდეგ არაფერს არ მიუქცევიათ. დამატებით პრობლემად იქცა ნაგვის ურნები, რაც ადგილობრივების თქმით არასაკმარისია. ნაგავი ურნებში აღარ ეტევა, რის გამოც მოსახლეობას მათი გარეთ დაყრა უწევთ. ზამთარში ნაკლებად ზაფხულში კი ეს პრობლემა ანტისანიტარიის მიზეზი ხდება. დასუფთავების სამსახურში განმარტავენ, რომ ამ სისტემაზე გადასვლისას ყველაფერი კარგად გათვალეს და რეალურად პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ყველაფერი ეს რაც გვაქვს განთავსებული, ეს არის დაფუძნებული კვლევებზე და არაერთი და 2 დღის გამოცდილებას. კონტეინერის დამატების საშუალება არა. ერთადერთი საშუალება არის მიხვიდეთ და ხშირად გაიტანა. 4 სართულიანი კორპუსებიც, აი ეს ხრუჩოვკები როა, ესენი ყველა ამოდის და აქ აყრის ნაგავს. ანუ გაუსადლისი მდგომარეობა გვაქვს ზაფხულში მით უმეტეს. ეხლა თქვენ ისე დროს მოხვედით, რომ ცოტა დასუფთავებულია, მართლა გეუბნებით ამას. აი ესე გარშემოს უნაგვით არის ხოლმე სავსე აკაურობა. ის რომ დედაქალაქის ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით პერიფერიებში მძიმე სურათი ამასთავად დამსუფთავებლები და გარემოს დამცველებიც აღიარებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი პრობლემები ხელოვნურად მოქალაქეების მიერ იქმნება.